როდესაც ასტროლოგები ამბობენ ხოლმე, რომ ამ კონკრეტულ ადამიანთან თანაცხოვრებისას შენ გეზრდება საფრთხის დონე, ან უფრო მეტი რისკი არის, რომ გქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები, ხალხს შეად უყვირს ხოლმე, რომ როგორ შეიძლება, რომ უბრალოდ ამ ადამიანის გვერდით ყოფნამ მე რამე დამმართოს რეალურად, რომ რაიმე შეიცვალოს ჩემს ცხოვრებაში ჯანმრთელობის მხრივ. ადამიანს არ სჯერათ, რომ ეს შესაძლებელია რეალურად, რომ შესაძლებელია ადამიანთან ყოფნამ, ადამიანის გვერდით ყოფნამ. აქ არ არის აუცილებელი გქონდეს ურთიერთობა მაინც და მაინც ან ინტიმური, ან იყოს მაინც და მაინც მეუღლე, ან იყოს მაინც და მაინც თუნდაც მშობელი. ნებისმიერ ადამიანს ეხება იმ ადამიანის გვერდით ყოფნამ შესაძლოა მეორე ადამიანს გაუზარდოს საფრთხის დონე, ან მაგალითად სამედიცინო პრობლემები შეუქმნას. რეალურად ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი მოგკლავს, ან ეს ადამიანი ავად გაგხდის, ან მოგწამლავს. არა, ეს შესაძლებელია აიხსნას ძალიან ბევრნაირად. მაგალითად, ამ ადამიანთან ერთად ცხოვრებამ, ან ამ ადამიანის როგორც მეგობრის გვერდით ყოლამ, შენ შესაძლოა გაგიზარდოს საფრთხის რისკი ცხოვრებაში, ანუ შესაძლოა ის ადამიანი იყოს რისკიანი, ან გადაგაწყვეტინოს შენ გადაგადგმევინოს ისეთი ნაბიჯები, რომელიც შენთვის არ არის კარგი. აქ არ არის აუცილებელი სიკვდილამდე მივიდეს საქმე, თუმცა რა თქმა უნდა სიკვდილიც არ გამოირიცხება, გააჩნია საფრთხის დონეს. ანუ ადამიანის გვერდით ყოფნა, მისი აზროვნების სტილი, მისი მოქმედებები, მისი ზემოქმედება შენზე არის ნეგატიური და შესაბამისად შესაძლებელია გიბიძგოს ისეთი ნაბიჯებისკენ, რომელიც შენთვის მაინც და მაინც არ არის სასარგებლო ან უსაფრთხო. იგივენაირად, როდესაც საქმე ეხება ჯანმრთელობას, შესაძლოა ამ ადამიანთან ყოფნისას მაგალითად შეიცვალოს შენი რაციონი, შესაძლებელია მაგალითად გააკეთო ბევრი რამე ისეთი, რაც შენს ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. თუნდაც მოწევა, თუნდაც მავნე ნივთიერებები არ არის აუცილებელი, თუნდაც უბრალოდ სტრესი ურთიერთქმედების დროს, თუნდაც მისი დამოკიდებულება, ანუ როდესაც ადამიანთან სტრესში ხარ, სტრესი მოქმედებს ორგანიზმზე, შესაბამისად გექნება ჯანმრთელობის პრობლემები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენ გაგიჩნდება რაღაც ისეთი სამედიცინო საფრთხე, რაც შენ თავიდანვე არ გქონდა. ეს ნიშნავს იმას, რომ შენ გაგირთულდება სიტუაცია, ანუ ეს კონკრეტული ადამიანი, რომელსაც აქვს ზემოქმედება შენზე, უბრალოდ გაართულებს შენს სიტუაციას. ის ვერ მოიტანს ვერანაირ ისეთ საფრთხეს, რომელიც შენ უკვე არ გაქვს ნატალურ რუკაში, უბრალოდ უფრო მეტი რისკი იქნება, რომ კონკრეტული საფრთხე რეალიზდეს შენს ცხოვრებაში. ანუ რეალურად ეს ადამიანი არაფერს არ ამატებს, ეს ადამიანი უბრალოდ ააქტიურებს კონკრეტულ საფრთხეს ან სამედიცინო პრობლემებს, რომლებიც შენ გაქვს ისედაც რუკაში. ამიტომ აქ არ არის საუბარი მაინც და მაინც იმაზე, რომ კონკრეტულად ეს ადამიანი ზემოქმედებს, ანუ შესაძლოა ფიზიკურად ზემოქმედება მოახდინოს, შესაძლოა უბრალოდ გიბიძგოს, რომ შენ თვითონ გააკეთო რაღაც ისეთი, რაც შენთვის არ არის სასარგებლო და საჭირო.